ინფრასტრუქტურის მინისტრმა სენაკი მარტვილის სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის დასრულების სამუშაოები დაათვალიერა. დაქალაქების ლეძაძამესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდა. უახლოეს მომავალში დაიწყება ლეძაძამე დაქალაქების 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაც, რომელიც გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. რეაბილიტირებული გზა დღეს სიმბოლურად თბილისიდან ჩასულმა ველორმბოლელებმა გახსნეს. ამ გზის მეშვეობით 7000-ზე მეტი მოსახლე უსაფრთხო და კომფორტულად გადაადგილდება დღეიდან. აგრეთვე ვაგრძელებთ დამატებით ახალშენებობას, რომლის მეშვეობითაც 15 სოფლის მოსახლეობა, მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა დაუკავშირდება ადმინისტრაციულ ცენტრს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2012 წლიდან დღემდე 554 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განახორციელა და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი ეს გზაა სწორედ. ირდა ორი მუნიციპალიტეტის მარტვილისა და სენაკის ერთმანეთთან დაკავშირება არა და ეს გზა სასიცოცხლო გზა იყო ორივე რაიონისათვის და დღეს ბედნიერია ორივე რაიონის მოსახლეობა რომ აქ გაკეთდა ასეთი კეთილმოწყობილი გზა.